მე ვარ კიჩხები გველი ვარ ძალიან ჭკვიანი ადამიანების გამოცნობაში მამათელმა მოგიტაცა მე მამათელმა მომიტაცა ხალებს გვიყვარს იმ მამაკაცების გადარჩენა რომელიც დაგულბავს რატომღაც მართალი ხარ არაფერი არ შეიძლება ძალიან მძიმე მომენტი დგება როცა ნარცისთან ურთიერთობა თუ ამთავრებ ნარცისი არ გტოვებს ნარცისი ყველგან უნდა დაბლოკო აი ყველგან ანუ საშინელი დიდი სიყვარულის ისტორია ქონდა ჩემ მშობლებს და მე თვითონ არ გამიმართვა და საშინელი ახსენე ახლა სიყვარულთან თუ გააცნობიერე გავაცნობიერე ჩვენი მხარდამჭერები არიან დიზაინერები ნინო გოგიბერიძე და თამუნა კოპაძე. კომპანია მზე და ღვინო. ჩვენი მხარდამჭერია ბრენდი ფოტია. გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი არხი, გამოიწეროთ და დაგვიტოვოთ კომენტარები. მოგესალმებით, ეს არის ლიკა ყაზბეგის პოდკასტი. ჩემი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია მაია სვანიძე. ქალი, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში გაცნობისთანავე. და რატომღაც მომინდა, რომ ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო ეს ადამიანი. მაია იგივე სვანკა. მაია არ არის არც მსახიობი, არც ტელეწამყვანი, არც შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია. ჩვენ გვიყვარს ქართველებს ხშირად სწორედ ესეთ ადამიანებს ვეპატიჟებით ხოლმე სტუმრად და კაცს მიღმა გრჩება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მე ვიძახი მაია მარგალიტებს ესეთ ადამიანებს, რომელიც აი დაფარულია, არ ჩანს და არის ბევრად საინტერესო ადამიანი, ვიდრე ის რომელსაც აი ესე ხშირად და სისტემატურად ეპატიჟებიან ხოლმე პოდკასტები იქნება თუ სხვადასხვა გადაცემები. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ჩემო კოლეგამ საშა კაცმანი არის ესეთი არაჩვეულებრივი პიროვნება. კი, საშამ ესეთი პოსტი დაწერა. ან ხალხს ეკითხებოდა, ვინ გსურთ რომ მოვიწვიოთ სტუმრად და იქ არ ვიცი ალბათ ასობით ადამიანმა დაწერა ესეთი რამ, რომ არ გვინდა ადამიანები, რომლებიც წრეზე ტრიალებენ და ერთი და იგივე ადამიანი არის 5ჯერ და 10ჯერ სხვადასხვა პოდკასტში. მე ვეთანხმები, ამას მე მინდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ჩემ პოდკასტში თქვენ ძალიან ხშირად იხილავთ ისეთ ადამიანებს, რომელიც შეიძლება არ იყოს ესე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ იყოს ძალიან საინტერესო ადამიანი და ძალიან მოხარული ვიქნები თუ ჩემი პოდკასტის მეშვეობით აღმოაჩენთ და თქვენს გაიცნობთ ბევრ საინტერესო ქალბატონი იქნება ეს თუ ბატონი. მაია, დავიწყოთ. ჩვენ ქალებს ყველაზე მეტად როდესაც ერთმანეთს ხვდებით ხოლმე, ძალიან გვიყვარს ლაპარაკი ურთიერთობებზე, სიყვარულზე, თუნდაც ტოქსიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც მე და შენ არაერთხელ გქონია. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ამ კუთხით ჩვენი საუბარი, რატომ? შეგვიძლია ჩვენზე ბევრად პატარა გოგონებს და ახალგაზრდებს თუნდაც დავარიგოთ ცოტა დარიგება ისეთი მომენტია. ვურჩიოთ, არ ვიცი გაითვალისწინებენ თუ არა, მაგრამ თქვა მე ბევრ რაღაცას გავითვალისწინებდი ურთიერთობებში, თქვა ჩემზე, თქვა გამოცდილ ადამიანს რომ ერჩია. აი ფსიქოლოგის რჩევა ცოტა სხვა არის, მაგრამ როდესაც ის ადამიანი გირჩევს, რომელსაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს თავისთავზე, ვფიქრობ, რომ სულ სხვა არის. მინდა რომ შენ თვითონ აი შენ გააცნო მაია შენი თავი საზოგადოებას, ჩემი პოდკასტის მაყურებელს, ვინ არის მაია სვანიძე, იგივე სვანკა. ერთი ჩვეულებრივი ქალი. უკვე პასუხი არასწორია. ჩვეულებრივი ქალი შენ არ ხარ. არ ვარ. არ ვიცი, ჩემ საკუთარ თავზე არასდროს არ ვლაპარაკობ და ყოველთვის მიჭირს ჩემ თავზე საუბარი. როგორც საზოგადოება აღმიკვავს, ალბათ ის ვარ. ცუდად, კარგად, არ ვიცი. როგორც უნდათ ისე აღვიქვათ, მე ვიცი ვინც ვარ. ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც უყვარს ადამიანი. ძალიან. ხო, მე ესე არ ვიტყოდი, შენ არ ხარ ჩვეულებრივი ქალი, იმიტომ რომ ესეთ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდი. მაგრამ კარგი იყოს, ისე როგორც შენ ამბობ.
მაიკო, რა ადგილი აქვს სიყვარულს შენ ცხოვრებაში? მე კიჩხიბი ვარ, ძალიან დიდი სიყვარული ვიცი. და ძალიან დიდი ადგილი აქვს, მე მიყვარს ადამიანები. კიჩხიბებს ძალიან ვარ კიჩხიბებს სიყვარული. სიყვარული უნდა გიყვარდეს, რომ შეძლო შეყვარება. მე მიყვარს მეგობრები, პირველ რიგში მიყვარდა ძალიან მშობლები. ვერავინ და ვერაფერმა ვერ შემიცვალა მშობლების სიყვარული. შვილი შემეძინა, მაგრამ ჩემ მშობლებს განსაკუთრებული ადგილი ჰქონდათ. მე მიყვარს ძალიან მეგობრები და ვაფშე მიყვარს სიყვარული. მამაკაცზე თუ გულისხმობ, არაერთხელ მყარებია. ვინც ამბობს რომ სიყვარული ერთხელ მოდის სისულელეა. მეც გეთახმები ამაში. ერთხელ ნამდვილად. სხვადასხვანაირად გიყვარს. თუ შეგხვდება ისეთი ადამიანი ცხოვრებაში, რომელიც წინა შობია, ის გიყვარება. მაგრამ თუ არ შეგხვდება, მისტერი და სულ ის გახსოვს, რომელიც იყო შენ ცხოვრებაში და კარგად გექცეოდა და კარგი დატოვა შენ მეხსიერებაში. აი გარირა. ეხლა თუ ხარ შეყვარებული? იცი რა არის, სიყვარულს ფლად ვერ დავუძახებ, მე არ შემიძლია. უნდა ვიყო შეყვარებული, რო არ დავპერდე. თუ არ ხარ შეყვარებული, ის რო დაკარგულია შენთვის? ძალიან დაკარგულია. ყველასთვის დაკარგულია, საერთოდ ყველასთვის დაკარგულია სიყვარულის გარეშე, ყველა დღე არის ჩათვალე რომ არაფერი აღარ ხარ, мотивация არ აქვს, არაფერი არ გიხარია. ის სწორი სიყვარულობა შეჭამა ეს ქვეყანა და სიყვარული მინდა რომ ყველას გქონდეს. ძალიან ნაკლები ბოროტება იქნება თუ იქნება სიყვარული. ეს რა თქმა უნდა გეთანხმები ამაში, მაგრამ ეხლა უნდა ჩაგიძიო, ცოტა ყურს მომხვდა ესეთი უცნაური რამ, რომ თუ არ არის მამაკაცი, ანუ ობიექტი, რომელიც გიყვარს, ხო? ან უყვარს. გიყვარს თუ რაღაცა ბრანჭების ულერთი, რა მნიშვნელობა აქვს? მამაკაცი თუა შენ ცხოვრებაში, რომლის გამოც დილას თვალის გახელა გიხარია, დღეს ხვანაირად მიდის. ფოტოსაც რო იღებ, თუნდაც selfs. პრობლემები გამოდიხარ. თუ არა ბრანჭები, არა. არა, ეს არაჩვეულებრივია, გადასარევია შენ რასაც ამბობ. მაგრამ თუ კი მოხდა ისე, ხო არის, რომ ხდება ხოლმე, როდესაც არავისკენ არ მიგიწევს გული და არ ყოფილა ეგეთი დღე. 16 წლის გავთხოვდი და იქიდან არ ყოფილა ეგეთი დღე, რომ მე გული არ მიმიწევდეს. ამას გულწრფელად ამბობ? მაშინ ზოგი ამ ქვეყნიდანაც წასულა ადამიანი, რომლისთვისაც ჩემი გრძნობები არ მithქვამს. და ძალიან მინანია. მაგას არასდროს ვიტყვი, მაპატიე, ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ ნანობ რომ არ ვუთხარი. რა შეიძლებოდა რომ გეთქვა? იქნებ საცხალე ყოფილიყო. ხო, ეს ანუ სხვანაირად წაიყვანა ცხოვრება, ალბათ იმანაც ვერ მითხრა. კაცები უფრო გაუბედავები არიან და მე ის კატეგორია ვარ, იმ ქალების კატეგორია, რომელსაც აქეთ უნდა მითხრას, აქეთ უნდა გამოჩნდეს, აქეთ უნდა დამირეკოს. ამაყი კი არ ვარ, გაუბედავი ვარ მაგ საკითხში და ვამბობ გულწრფელად ვაცხადებ, რომ კაცის საქმეა, რომ ქალს გამოუწყდეს. მე სხივებს არ ვისვრი, არასდროს მამაკაცს. აქ უჩვეულო არაფერი არ არის, ასეც უნდა იყოს. მე არ მიყვარს მამაკაცის დაბმა. აქეთ თუ არა და კარგად იყოს. დასაკვირველი, არა, მე მაინც უნდა დავბრუნდე მაია ეხლა წეღან რაც თქვი, რომ ისე გამოვიდა, თითქოს რაღაც ცხოვრებას აზრი არ კონდეს. თუ კი არ ხარ შეყვარებული, ანუ სულ მუდმივად ეს ხო გადაწვაა. სულ მუდმივად როგორ შეიძლება შეყვარო? ეს ხო იმიტომ არა ვარ ლიკა გაბოროტებული. მეცნიერულად და სადასტურებულია. გულს და სულს ვანდომებ, რომ ვიღაც მიყვარდეს. თუნდაც მე თვითონ შევქმნა ეს ადამიანი და გავაკეთო ესეთი ჩემს გონებაში შევქმნა ისეთი ადამიანი, რომელიც მიყვარს. შეიძლება ფუფალაც დამიცა ხოლმე, მაგრამ ხო, ახლა ნატრის ხე გამახსენდა ფილმი. შენ დამასწარი. იმდენად კაი რამეა სიყვარული.
ყველაფერს გაგაკეთებინებს. სიძულულს როგორ უნდა დაუთმო ერთი ცხოვრება, რაც დღეს ხდება არაფრით. რა თქმა უნდა, სიძულულს არ უნდა. დაშინელება. მაგრამ ხოლმე არ გეთანხმები იმაში, რომ შეიძლება დაკარგული დრო იყოს ჩვენთვის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ არ ყავს პარტნიორი, იმიტომ რომ არა, დაკარგული დრო არ არის. ხო, შეიძლება ქალი იყოს იმდენად სავსე, ну რაღაც პერიოდი, ხო, მთელი ცხოვრება არა, რაღაც პერიოდი იმდენად სავსე, რომ მას უბრალოდ თქვათ არ ჭირდებოდეს ისედაც ბედნიერი იყოს. ამას გამორიცხა? ბედნიერება არ ვიცი, ყველას თავისი აქვს. ბედნიერებას ვერ გაზომავ, ყველას ვისაც რა აკლია, იმას ნატრობს და ანუ შენთვის ხო ბედნიერება? წამიერია ბედნიერება, სიხარულია ბედნიერება და სიხარული კიდე წამიერია. ადამიანი ისეთი ადამიანს, რომელსაც სულ ბედნიერი იქნება, მე ვეღარ შეამჩნევს ამას. აი ყოველი დღე რაღაცა პატარ-პატარა სიხარულები თუნდა დატკბე. რო გაიღვიძებ, კარხასიაძე უნდა იყო. საყვარელი ადამიანი დაგირეკავს, მეგობარი, შენ იქნები, ვინც არ უნდა იყოს. კარგ ამბავს რო გეტყვის, რატომღაც საქართველოში ცუდ ამბავს გიყვებიან და რო გამოუსწორდებათ სიტუაცია. აღარ ჩანან. მოდი შედალოცვი, მითხარი კარგი, იქნებ გადამედოს, მე და ვიყო, მე ვიცი გადადება. აი შეყვარებულებს რო ვხედავ იმას კი არ ვაბა, ამას რატო და მე არა, არასდროს. მე მიხარია, ამიტომ ყოველთვის მაძლევს ღმერთის სიყვარულს. შეიძლება ბევრი რამე არ მოუწია და მაინც მადლობა ღმერთს, რა თქმა უნდა, სიყვარულს ყოველთვის მაძლევდა, იმიტომ რომ ყოველთვის მიხარო და მამაზი წყვილები, ბედნიერი წყვილები და ჭყვიალა თვალები, რომელიც სასწაულია. ძალიან ლამაზია, ნებისმიერი გარეგნობის ქალი ლამაზია, როცა შეყვარებული. მამაკაციც. კი ბატონო. რა მაინტერესებს მაია? ვიცი რომ შენ გქონდა ტოქსიკური ურთიერთობა. ამ ურთიერთობებზე, ტოქსიკურ ურთიერთობებზე ზოგადად ძალიან ბევრი პოდკასტის იწერება, გადაცემაც იწვევენ ფსიქოლოგებს. და ფსიქოლოგები აი მესამე პოზიციიდან საუბრობენ ამ თემაზე. ეს თემა არის შესწავლილი და ბევრი წიგნებიც არის ამაზე დაწერილი. მაგრამ საინტერესო იქნება აი ეს აი შიგნიდან, თქვათ, იმ ადამიანისგან, ვისაც ეს გამოვლილი აქვს, აი ამის გაანალიზება, რომ თუნდაც ჩვენი ეს გაანალიზება დაეხმაროს იმ პატარა ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ მსხვერპლი ნარცისი ადამიანების. აი როგორ შეიძლება ავარიდოთ? თქვათ, შენ ყავს ბიჭი, ხო, გოგონა არ ყავს. მე ყავს მოსწავლეები, გოგონები, ვისაც ძალიან ბევრ რჩევას ვაძლევ ამ მიმართულებით, რომ საჭიროა ვფიქრობ. ზოგჯერ დედამ უნდა უთხრას შვილს და დაარიგოს, ზოგჯერ მასწავლებელმა, ზოგჯერ შეიძლება გადაცემიდან მოусმინოს ამ თემას, ძალიან ბევრი გოგონა დაღუპულა, ძალიან ბევრი. იქნებ იყოს ეს პოდკასტი იმის საწინდარი, რომ ვიღაცები 10-დან თუნდაც ერთი გოგონა დაფიქრდეს, შეიძლება მას გვერდზე ყავს ახლა ესეთი მანიპულატორი ადამიანი ან ნარცისი და შეიძლება ამ სიტყვის მნიშვნელობა ჩემს ნორჩობაში, ახალგაზრდობაში არ იყო. ბოროტია, სადისტია, რაღაც სხვადასხვა. ეხლა ხვდები ურთიერთობები როგორი მქონია. მე ვერავის ვერ გადავარჩენ და ვერჩენ რატომ. სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან და არ გაახსენდებათ, რა ვთქვი, ადამიანი არ დაგიჯერებს. ისეთი რამე ემოციური მიჯაჭვულობა, სიყვარულზე კი არა, ყველაფერზე ძლიერი. თუ თავის თავზე არ გამოცდის და არ ეტკინება, ჩვენ მაინც ვურჩიოთ. შენ ფიქრობ, რომ ფუჭი იქნება ჩვენი საუბარი და არავინ არ დაგვიჯერებს? ფუჭი არ იქნება, მე გაახსენდებ. მე რა აზრი აქვს? მე მშობიარობაზე ისეთ რაღაცებს მიყვებოდნენ, მე მეგონა ბავშვს არ გავაჩენდი, მაგრამ ჩემ საკუთარ თავზე ხო გამოვცადე მანამდე, იცი ადამიანი, რომელიც რაღაცას გიყვება, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ გრძნობ. ჩვენ მაინც ვურჩიოთ. აი როგორია ნარცისი ადამიანი? როგორია და მხოლოდ მე. არ აინტერესებს შენ, როგორ ხარ. გასაგებია, ხო? ეგოისტი არა, ჩვეულებრივი.
და თვითონაც ვერ გრძნობს. მისი ტყუილი და მართალი არანაირად არ არის დასაჭერებელი. ვერ გაიგებ. ბუნდოვანია. და ყოველთვის თუ ფორი აქვს ადამიანი მის შეხვედრაზე, ესე იგი უკვე კარგად არ ხარ და არ ახარ ბედნიერი, იმიტომ რომ იქნებ სიყვარულის ფორი აქვს. სიყვარულს არ აქვს ფორი აქვს. სიყვარულს სიმშვიდე აქვს. ძალიან გამოვცადე ცხოვრებაში. ძალიან მშვიდი ვიყავი, ბედნიერი ვიყავი და მადლობა მერც რომ ეს მე გამოვცადე და ვიცი რა არის. სიყვარულს სიმშვიდე აქვს. ფორი არ აქვს. ნებას თუ გულისხმობ, ნებას პეპლები კი არა აქვს, სხვა რამე აქვს, ცეცხლი აქვს. არა, პეპლები არ გინდა, არ შეიძლება. ადამიანი, რომელიც ყველაფერს გიშლის, ადამიანი, რომელიც შენ რასაც აკეთებ და გიყვარს, იმას გიშლის. ეს თავიდანვე ესე იყო თუ თავიდან სხვანაირად იწყება ეს? რა თქმა უნდა, კარგად იწყება, თორე ხო არ მოგეწონება. იცით, მე ახლანდელ ახალგაზრდობაზე არ ვამბობ, მეც ვიყავი ახალგაზრდა, მეც ვიყავი პატარა და მომწონდა კაცი რომ რაღაცას მიშლიდა და მეგონა სიყვარული. სიძულვილია ეს. ეგ არ არის სიყვარული. იცით, აი ეხანდელი თაობა უფრო სხვანაირია. ჩვენ სხვა თაობის ქალები ვართ. მეც მქონდა ეს მომენტი, ეს გამახსენდა საანკაი რამე აქ, სადაც არ მოწონთ ამთავრებენ. მე გიჟდები, მე ძალიან ბევრი პატარა მეგობარი მყავს ყველა ასაკის, 18-ის, 20-ის, 30-ის. ამიტომ არის ბევრი დანგრეული ოჯახი, მაგრამ ჯობია რომ თავიდანვე დაინგრეს ოჯახი და დაიშალოს წყვილი, ვიდრე და რაღაცა რამოდენიმე წელი არ უნდა ყავდეთ შვილი. მე უკვე აი ამ ევროპულ მენტალიტეტს ვანიჭებ პირატესობას, რომ სანამ ერთმანეთს ძალიან კარგად არ გაიცნობენ, სანამ არ მიხვდებიან, რომ საჭიროა უკვე მათ ყავდეთ თავიანთი სიყვარულის ნაყოფი, მანამდე ჯობია რომ ერთმანეთი გაიცნონ. აი კოვიდის დროს ბევრი ოჯახი დაინგრა და ბევრი პირიქით კარგად რო არ იყვნენ, უკეთ გაიცნეს ერთმანეთს და უკეთესად არიან. მე მყავს კოვიდი იყო უსერიოზულესი გამოცდა ურთიერთობებისთვის. ძალიან. კოვიდმა ცოტა მომას უკა. მაგრამ კარგი იყო. ეხლა შენ გასუქებისკენ კარგი როგორ იყო, მაგრამ ეს იყო, რა ქვია, ალბათ მართლა დიდი გამოცდა იყო. შენ როგორ ფიქრობ, ანუ ისევ დრო დაუბრუნდეთ ამ ნარცისულ ურთიერთობებს და ესეთ ადამიანებს. ძალიან ბევრნი არიან. ძალიან. საუკუნეა. მე ვფიქრობ, საუკუნეა ნარცისების საუკუნეა. და ყველაფერს დედას აბრალებენ და მე ამაში ფსიქოლოგებს მომიტევონ არ ვეთანხმები. რას ამბობ? მე ვეთანხმები. რატო? იმიტომ რომ დედაა თავი და თავი ეს მე უდედოდ გაზრდილ არანარცის ვიცნობ, არანარცის კი არა, კაცების კაც. მე არ დავასახელებ, ყველა ვიცით. ჩემთვის კაცის ეტალონია. დედა საერთოდ არ ყოლია. ხო და იმიტომ ძალიან პატარამ კი არ გარდაეცვალა, მიატოვა, მაგრამ კაცად შედგა. ეს ძალიან იშვიათია. ეს არის მართლა იშვიათობა. მაგრამ ყველაფერს დედის დაბრალება. ანუ ქალებზე გაბოროტებული, მე არ ვიცნობ ვიზე გაქვს შენ საუბარი. ქალებზე გაბოროტებული არ გაქვს. აი ახალგაზრდებს ვეუბნებ. კაცი, რომელიც გეჯიბრება, კაცს, რომელსაც შენი წარმატება არიზიარებს, შენ წარმატებას არიზიარებს და შენი წარმატება არ უხარია და მხარს არ გიჭერს. გეჯიბრება. ესეთიც ხომ არის? პირდაპირ იცოდეთ, რომ ნარცისისტული პიროვნული აშლილობის ადამიანია, ავად და დროზე გაეცალეთ. მე მეგობარი მყავდა, რომელსაც მინდოდა, რომ ჩემი სიხარული გამეზიარებინა, მამაკაცია საუბარი და ჩემი რაღაცა წარმატება ჩავუგდე, თავის მასში, რა ქვია, WhatsApp-ში. 2 თვე აღარ მელაპარაკებოდი. არ მიკვირს. არ მიკვირს. კი. მხარდამჭერი თუ არ იქნება თქვენი წარმატების მამაკაცის, არ არის თქვენი მამაკაცის, აუცილებლად წავა. ახალ მსხვერპლს იპოვნის, იმიტომ რომ ჩემ საკუთარ მე ფსიქოლოგებს არ ვეცილები და ფსიქოლოგი არ ვარ, დღეს ყველა იბრალებს, მაგრამ მე ვამბობ ერთ რამეს, მე იმხელა გამოცდილება მაქვს და ეთყობა რაღაც მე მირჩევენ და ღმერთმა დამიფაროს, რომ აწი აღარ ვიყო მსხვერპლი
ძალიან მძიმე მომენტი დგება, როცა ნარცისთან ურთიერთობა თუ ამთავრებ, თუ დაასწარი, უდიდესი მტერი ხდება შენ. უდიდესი. ხომ არ ჯობია რომ მივცეთ საშუალება რომ თვითონ მიგვატოვონ. ოღონდ ამის არ მიგატოვებენ. არ არის სადაც. არა, როგორ არა, უკეთეს მსხვერპლს თუ იშოვნის? არა, მაინც გამოჩნდებიან, შეამოწმებენ შენ ისე გინდა თუ არა. ნარცისი არ გტოვებს, ნარცისი ყველგან უნდა დაბლოკო, აი, ყველგან. სოციალური ქსელის ეპოქაა. ყველგან სადაც მიუწვდება ხელი, ყველგან უნდა დაბლოკო. აუცილებლად. თუ ამთავრებ, მაგრამ ისეთი მომნოსხველები არიან, ისეთი რთულია. ძალიან ქარიზმატულები, კი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ვარ ცოტა, მაგრამ ესეთი ხო, ამათში ძალიან ამას თვითონ გამოიმუშავებენ. და ძალიან არიან. კი, რატო? იმიტომ რომ მართვის სადავეები ქონდეთ, თქმა უნდა. მაგრამ გულის სიღრმეში ესეთი ადამიანები როგორ ფიქრობ? ბედნიერები არიან? მათ არ იციან რა არის ბედნიერება. ბედნიერი ადამიანი არ იქნება ბოროტი. ეს მათი ილუზორული ბედნიერება ხო არა? ბედნიერი ის ადამიანი ისეთია, რომ ისეთი ბედნიერი ვიყავი რამოდენიმე წლის წინ, რომ აი მაღაზიის ვიტრინებს რო გაუვლიდი, ჩემი თავი ისე მომწონდა, მე არ ვარ ეს ტიპი. ჩემ თავზე გიშდებოდა, უბრალოდ საშინლად კრიტიკაში გავიზარდე დედის, სულ არ მაქებდა არასდროს. აი გავივლიდი ყველაზე ლამაზი მეგონა, იმიტომ რომ ყავდა ადამიანი გვერდში, რომელიც მაღმერთებდა. ნარცისი კი არა, ნამდვილი მამაკაცი იყო. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ პერიოდი გავიარე. ნარცისებმა დამიფყრეს. არა, ეს მახაბედნიერება რო ხარ შიგნიდან იმუნიტეტი აღარ გაქვს, მაგ დროს გპოულობ. უბრალოდ იმ დროს, როდესაც დამთავრებულია ერთი ტოქსიური ურთიერთობა, აუცილებლად უნდა აიღო შესვენება. სანამ დაბალი ვიბრაციებიდან არ გამოხვალ, აუცილებლად მსგავს გეიზიდა. ჩვენშიც ხო არ არის რაღაც პრობლემა. ჩვენ შეიძლება გამოვიყურებოდეთ, მაია, აი არაჩვეულებრივად თავდაჯერებული ქალები ვიყოთ ან ჩანდეთ. რომ ვითომ ვართ, მაგრამ იქნებ ჩვენშიც არის რაღაც პრობლემა, ვის გამოც ვიზიტავთ ესეთ საუბრობდი მეგობრებთან, რომლებიც შენი მეგობრებიც არიან და ერთად ვიყავით და საუბრობდით, რომ აი ძალიან სიყვარულში ვარ გაზრდილი. ისეთი მშობლები სიყვარულში ვარ გაზრდილი, რომ არ ვიცი, მამამ სუდათ არ გამიგოთ, მაგრამ აღარ ჭამა, აღარ დალიარო, დედა გარდამეცვალა და მალე მიყვა თავხოვებით ერთ თვეში. იგივე გააკეთა მამაჩემის მამამაც. ძალიან ძლიერი სიყვარულის ნატარებლები იყვნენ ჩემი წინაპრებიც და ჩემი მამიკოც და ამ სიყვარულმა მომიტანა ის, რომ ვარ ლაღი, ვარ ბედნიერი, ნუ რა თქმა უნდა ბედნიერიც, მადლობა ღმერთს. ყველა მიყვარს, სიძულვილი არ ვიცი, მაგრამ ერთი მაგრამ აქვს. ყველას ვენდობი, ყველგან სიყვარული მგონია. ესე მგონია, რომ სიყვარული რომ აქ ბავშვობიდან ნანახი, რომ ყველგან სიყვარულია და აი აქ ძალიან შევწდი. ძალიან გახსნილი ადამიანი ვარ და ამ გახსნილობას ცოტა რთულად გვპატიობენ. ეს არის მიზეზი, მე როგორ ფიქრობ, ხოლოდ შენი ეს გულწრფელობა, ეს შენი ძალიან ემპათიური ვარ, ნარცისებიც მაგიტომ პოულობენ, არა მარტო მამაკაცი ნარცისები პოულობენ. ძალიან ბევრი აი მოუყვები შენ მეგობარს, შენ რაღაც ცხოვრებას, როცა გაიცნობ, თქვა, ჯერ არ არის მეგობარი. შენ სულს წერტილებს არ უნდა ყვებოდა, რა მოკლედ. გარშემო აი ამ ბოლო წლებში იმდენი მანიპულატორი ადამიანი შემხვდა, რომ აი გული მეტკინა, ერთადერთი ქვადარკინა იმ ხრივ გავხდი, რომ იმდენად ბევრია ეგეთი ადამიანი, კარგი ადამიანი რომ შემხვდება, მინდა რომ ფეხქვეშ გავეგო. ძალიან გაჭირდა. გინდა გითხრა ფსიქოლოგები რას ამბობენ ამის შესახებ? მაინტერესებს კი.
მეც მყავს. ბევრი კი არ არიან. ჩვენ ვიზიდავთ ეტყობა გარკვეული ტიპის ადამიანები. ემპათიური ადამიანი იყო, უფრო იზიდო. შეიძლება იყო ემპათიური, მაგრამ ხო არ მოიზიდო. აი თქვათ, მოდი პირდაპირ დავარქვათ სახელები, იმიტომ რომ მე ჩემ თავზე ვსაუბრობ, ამიტომ თამამად ვიტყვი და შენ შეურაცხყოფად არ მიიღებ. შეიძლება გვერდზე ჩაუაროს სხვა ქალს, ულამაზეს ქალს და ამ ქალმა მისკენ არ გამოიხედოს და მან ამ ქალისკენ არ გამოიხედოს. მაგრამ ჩვენ მივიზიდოთ ერთმანეთი. რატომ? იმიტომ ჩვენში არის რაღაც ესეთი რასაც ის ეპოტინება და ასევე, ანუ ჩვენ ვიზიდავთ რაღაც ჩვენს საერთო პრობლემებით. აი შეიძლება ცუდად ჩამოვაყალიბე, მაგრამ მიმიხვდი, ხო? იმედია მაყურებელიც მიმიხვდება. აი მაგაზეც მქონდა საუბარი. ძალიან კარგად როცა გამოვიყურები, ნუ შედარებით კარგად, რა ვიცი, ცოტა მეტი არ მომივიდეს შემთავზე ლაპარაკი. აი რომ მოგეწონები, ისე რომ გამოვიყურები, გაპრანჭული ქუსლებზე რაღაც არასოდეს მამაკაცი არ მოდის ჩემთან. არასოდეს არ გამიცნია არც ერთი ქმარი, არ ვმალავ, ქმრები მყავდა და მეგობარი მამაკაცი მყავდა. არასოდეს არ გამიცნია გაპრანჭული და ლამაზ ფორმაში. შენ რო არ გინახი ვარ, ისეთ ფორმაში მყავს ყველა კაცი გაცნობილი. რა ხდება მიზეზი? ეშენიათ გაპრანჭული და ლამაზი ქალები, ის ლამაზი, ნუ გაპრანჭული ქალების, გაპრანჭული კი არა, აი მოვლილი ქალების კაცებს ეშინიათ რომ ვერ გაგაჩავენ. მე პირველად მესმის ესეთი რამ და შენგან ვითხოვ ახლა. დედა რო გამაცილებდა ხოლმე და მეტყოდა რომ ანუ ცოტა დედამ კომპლიმენტი. ბუნებრივი იყავი უფრო ამ დროს. როგორ ფიქრობ? იცი როგორი ვიყავი? აი უცებ მეგობრები რომ შეგჭამე რო გეზარება და რო გახვალ. სპორტულები მე არ მაქვს, არ მეცვა, მაგრამ აი ჯინსი მაიკა რო გაცვია პომადის წასმაც დაგეზარება. თმაც რო არა გაქვს სალონში დალაგებული და პატარა გაწეწილი. აბა რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს მაკიაჟში და ხალები ვებრაჭებით ერთმანეთს. ხო, ეს ისეთი გამოტყვა არ ვამბობ. აი ქალები და დედა რო გამაცილებდა, მეტყოდა ხოლმე დედა დღეს ძალიან კარგად გამოიყო, არ უყვარდა დედას კომპლიმენტები. და დედა მეტყოდა ხოლმე რომ მოვიდოდი სახში. დედა მოეწონე ვინმეს? კი, სუქალები მეუნებოდნენ კომპლიმენტებს. მამაკაცები არა. არა, ხანდახან მოვიდოდნენ მეცეკვაო მეტყოდნენ, ნუ ქართული ცეკვა გონიათ რომ ძალიან მოცეკვა, საერთოდ არ ვიცი ზამნანო. ვაფშე არ ვიცი ცეკვა და ძალიან მინდოდა რომ მეცეკვა, მაგრამ არასდროს დავაგვირე. და აი თუ ვინმე გავიცანი ცხოვრებაში და გახდა ჩემი მე ერთდღიანი და ერთკვირიანი და ერთთვიანი ყველა მისმას არ მყოლია არასოდეს მეგობარი ბევრწლებიანი ყველა გავიცანი ისეთი რომ ერთმა საპირფარეშოს რიგში მიპოვნა ვიდექი და მე შხუბობდი მე ამოვიდეს ეს ხალხი რა გჭირთ და მე შევედი კუპეს რო ეძახიან საქართველოში იქ ყავდა ჩემი მეგობრები და ეს მამაკაცი იქ შემოვიდა და ვაიმე ამ ქალზე გადავირიო და აქ შემოვიდაო და რატო გადაირია ვერ გავიგე მე არ მომწონდა იმ დღეს საერთოდ ჩემი თავი ვიყავი აი ჩვეულებრივი ისედაც ვარ იცი როგორი ვიყავი რაღაცა ჯინსი უპომადოთ რაღაცა ესეთი გაწიწკნილი რაღაც სახში რო ვარ ხომ მეგობრების ძალიან თხოვნით რომ გამოხვალ გარეთ მაიკო აი შენი საოცარი სტილის შეგრძნება რომელთაც აღფრთოვანებულია ყველა რატომ არ გახდი დიზაინერი არ ვიცი თუ ხარ და ვარ ფეხსაცმელს ვაკეთებ ოღონდ არც გვერდი მაქვს არაფერი ცოტა ისეთი სასაცილო კაცი ფეხსაცმელი არ არის მარტივი ამბავი ფეხსაცმლის შექმნა მე ვფიქრობ რომ ფეხსაცმელს თუ აკეთებ უნდა გააკეთო ფეხსაცმელი მე ვფიქრობ რომ თუ აკეთებ თეთრეულს უნდა გააკეთო თეთრეული ყველაფერს მოედე მაინც არ გამოდის კარგი მე არ ვამბობ და ვისაცვია შენი დიზაინის შექმნილი ფეხსაცმელი რა ვიცი საქართველოშია ხო რეალიზება საქართველოშიც აცვიათ ჩვენს
მეზობელ რუსებსაც აცვიათ და უფრო მეტი მომხმარებლები მყავდა. საქართველოში აცვია ჩვენ ლელა წურწუმიას, ძალიან უყვარს. ნინო ჩხეიძეს. ფეხსაცმელი რატო გადაწყვეტა? ძალიან მიყვარს. ჩემთვის მთავარია აქსესუარი ვიდრე კაბა. თან დღეს ისეთი პერიოდია, რომ ინსტაგრამზე ერთი კაპით გამოვხვალ და მეორე დღეს აღარ გინდა იგივე ჩაიცვა. და აქსესუარი უკვე ისეთი რამეა. ფეხსაცმელი ჩანთა, კამარი, რომ საერთოდ გონიათ რომ სხვა კაბა გაჩვია. მე მოგაწოდებ იდეას. ამ საქართველოში უკვე ერთი სეზონი ჩატარდა Global Fashion Week-ი, რომელიც აი ფანტასტიკურად ჩატარდა. და უნდა შევთავაზო ორგანიზატორებს, რომ როგორც დიზაინერი ესე წარგადგინონ და შენი ფეხსაცმელები გაიტანო ამ ჩვენებაზე. მადლობა. საინტერესო იქნება. იქნება არ მიცი. თავადაც რომ ცოტა იცი როგორი ადამიანი ვარ, აი თავის წარმოჩენის ნაკლებობა მაქვს. შეიძლება ჩემ სტორებში შემოხვიდე ინსტაგრამზე და თქვა რომ ეს გვალის 24-ის ეს ერთი კაცისთვის ხდება. სერიოზულად? მხოლოდ ერთი. ინფლუენსერი გახდი ერთი კაცი. არ მაინტერესებს არავინ. ერთი კაცი, რომელიც ერთი მამაკაცი, რომელიც 5 წელია ვგიჟდები, ყველაფერი იმისთვის ხდება. და ალბათ შეიძლება ქართველები როგორც შოულად ხიან, ვაიმე ტვინ წაიღო, სულის ძალიან ბევრი შოუა იქ ჩემი. არა ვარ ზოგჯერ მაგის ხასი არ არის ქართველი. უცხოელია. არაფერი ვიპრანჭები რა, ვიცი, ცოტა ხანი მაცალო. შეიძლება რომ მაცადონ და გავიპრანჭო ამ ხალხმა. ეხლა გამახსენდა, შენი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, როდესაც აი ქუჩაში ინტერვიუ აიღეს და თქვი მაშინ რომ მინდა საქართველოდან წასვლა, ამაზე მთელი ამბავი ატყდა. და ამ ადამიანს გულისხმობდი, მასთან გინდა წასვლა. მასთან მინდა წასვლა. და მაგი რომ მეთქვა, საერთოდ უარესი ატყდებოდა, რომ სიყვარულზე ვინ გპატიებს ამ ქვეყანაში. მე მგონი ეს რო გეთქვა მაშინ, უბრალოდ რაღაც უცებ ძალიან ცუდად მოიქცეოდნენ უარესად. უარესი კომენტარები იქნებოდა. არა უშავს მერე რა მოხდა ის ადამიანი. ყველა ადამიანი ლიყუნა ვინც გაბოროტდა, მას აქვს რაღაც პრობლემა. მას ის ადამიანი ბოროტდება მაშინ როცა რაღაცა მიიყვანათ აქამდე და უპატესად დაყვირვებული ვარ. აი ასაკში რო ფული იშოვა, ის ხალხია გაბოროტებული და ვერ ვიგებ რატო აკეთეთ, რას იკეთე. დაეხმარეთ ხალხს, კარგად დაიძინეთ, კარგ ხასიათზე, რას ბოროტდებით და ვერ ვიგებ. ესეთი დაკვირვება არ მე ისეთი დაკვირვებული ვარ. მე ვარ კირჩხები. გველი ვარ ძალიან ჭკვიანი ადამიანების გამოცნობაში. აი ძალიან რო პირში მიცინიან ტუ სუმეშინია ამ ხალხის. ერთხელ ერთ ადგილას გავხდი ცუდად. აი ძალიან ცუდად. სახლამდე ძლივს მოვედი. მანამდე ეს ადამიანი მეუბნებოდა როგორ ვუყვარ ვარ და როგორ ჩემი მისი ოჯახის წევრი ვარ. ერთი არ მოუკითხივა როგორ მივედი. არც მოუწერია. მთელი თვის მანძილზე არც ვუკითხივარ 1-ის 2-ის 3-ის. ეს ყალბი მიყვარხარ მცულს. მთელი ცხოვრება არასდროს ყოფილვარ ყალბი. არ გეტყვი მიყვარხარს, მაგრამ დაგანახებ. აუცილებლად დაგანახებ, ვერ ვიტან მიყვარხარ სიტყვა. მამაკაცი რომ არ უნდა გაუფასურდეს. იშდებოდი. შეიძლება ეხლა ვნანობ, არასდროს მithkoms, მაგრამ ვაგრძნობინებ. რატო ეს რაღაც პრინციპი იყო, რომ არ მიყვარს მაგ სიტყვა. ეხლა მაგ სიტყვას უხდება უფრო მეტად ქცევა, ვიდრე აპარატი. ლამაზი ხარ, კარგი სიტყვაა დღეს. კი, მაგრამ აი თქვა 10 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში არც ერთხელ რომ არ უთხრას მამაკაცმა ქალს მიყვარხარ. არც ქალმა ეს ნორმალურია? არა, ნუ ყურს უხარია, მაგრამ უთქვამთ და მერე წასულან და მირჩევნი არ უთხრა. მე არასოდეს არავის არ ვტოვებ. ჩემგან მიტოვებული არც მეგობარია, არც ამხანაგია, არც ნაცნობია. ძალიან უნდა დამიშაოს მე მამაკაცმა მიგატოვა? მე ყოფილავ, კი, რა თქმა უნდა, კი. ალბათ ძალიან ბევრი. არც მე არ ვალავ, მეც. ეხლაც გულწრფელი ვარ.
ეხლაც მომხვდება ყბაში გულწრფელობის გამო. არა, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. შენგან არ მომხვდება ქართველების გამო. მაია, მე და შენ კი არა, ისეთი რამდენი ჰოლივუდის ვარსკვლავი ვიცით, ვინც არის ხო, სასაფლაო მოძებნეო, რა დრო შენი ევროპა. მიგითხრა. ვიღაცამ დამიწერა. საყვარელი იყო, მე ახალი წელი მივულოცა. და ვინ ხარო მკითხა და ესენი ისევ მეთქი იქნებ დამეხმარო მეთქი რომ მე ისეთ ასაკშია რომ სასაფლაო უნდა მომძებნო თქო და ვერ ვიპოვნე თქო და იქნებ დამეხმარო თქო და დამბლოკა. აი შენი მგრძნობელობა ეხა რაში გამოიხატა. ანუ მაინც ყურადღება მიაქცია ხო? აი ამ პოდკასტის მერე რო იყოს 60 წლამდე მისულმა ქალმა არასოდეს არ არსებობს ჩემგან გულნატკელი ადამიანი. და ყოველთვის რატო ვარ იცი გაბრაზებული, ზოგჯერ პოსტსაც დავდებ და არ მოწონთ. იმდენად გული ჩადება ვიცი, რომ სურს რომ მომაქცევენ კიო. მე ძალიან მე ხო საშუალო იმდენად გრძნობიარე ხარ ხო და აი ბევრ რამეზე ნერვიულობ, რომ ამის ფონზე ნერვიულობა ცუდად ეტყობა ქალს. მის ფიზიკურ გარეგნობა ძალიან მოკლედ. საერთოდ არ მოვლითავს. პირდაპირ გეტყვი. ერთ არაჩვეულებრივ კლინიკაში ჩემ ახლობლებთან რაც შეეძლოთ უმეზარება და ვეთყოდი ხვალ გამიკეთე. ზეგ გამიკეთე დღეს არა ვარ ხასი. ქირურგიისთვის არ მიგიმართავს. გეტყობა. არა, გეტყობა, მე კი ვატყობ მაგრამ. ნიკუნა, ყველაფერი არის კარგი ხასიათი. შენ დაგროვილი ბოღმა სხვაზე არ უნდა გადმოანთხიო რა. ქუჩაში ისეთი უტკენიათ და ისეთი უწყენიათ ტაძარში ვიღაცამ აიბორძიკა და მითხა ფეხი რატო გიდებს აქო და მითხარი შენ რამდენი დღე ინერვიული ფეხი ხوار შევიკეცავ თქო რა უკნა თქო აქეთ მიტირია სულ შეურაცხყოფა რომ მოუყენებიათ და ძალიან ბავშვური ხარ ეს ხოიცი ბავშვური კი არ ვარ ნამდვილი ვარ და არა ბავშვურიც ხარ ეს არ არის ვარ და ბევრ ადამიანს არ ვუყვარო და ბევრ ადამიანს სულ არ ვიცნობ და არ ვუყვარო მაგრამ ძალიან ბევრს ვუყვარო ძალიან ბევრს უყვარ ხარ კი ნამდვილად და მეც მიყვარს ყველა ვისაც არ უყვარო ისინიც სიყვარული უფრო გიყვარს თუ ადამიანები ადამიანების სიყვარული მიყვარს არ მინდა ყველას ვერ მოსთხოვ სიყვარული მე მაინც მგონია რომ შენ ხარ სიყვარულზე დამოკიდებული ადამიანი ძალიან ვარ და ამიტომ მიკითხეს რომ აი უფრო ვერ მოვიტყუა სიყვარულის მიმართ ხო არ გაქვს და უბრალოდ ობიექტებს მე ვარჩევთ ხო ესეა იცი როგორი სიყვარულს ყველას ვერ მოსთხოვ ყველას არ ქონდა ის ბავშვობა რაც მე ანუ საშინელი დიდი სიყვარულის ისტორია ქონდა ჩემს მშობლებს და მე თვითონ არ გამიმართლა და საშინელი ახსენე ახლა სიყვარულთან თუ გააცნობიერე როცა გავიდა დრო და აღარც ერთი აღარ მყავდა დედას მეგობრისგან უკვე მოხუცისგან ერთი რაღაც გავიგე რომ მამა თურმე კარგად დაცუღლუტობდა და დედა შენი ესე ამბობდაო ახალგაზრდა მე რა მოხდა და ამ დროს ხამტიროდაო ესენიც მერე გავიგე მაგრამ მამას ისე უყვარდა დედა რომ შეიძლება ხანდახან მამაკაც კი არა ყველას უჩნდება სურვილი ზოგჯერ უცხოსხეულის ეხა არ დამიწყონ ქალებმა ის ქალები რომლებიც იძახიან რომ გული ვარ და ვგიჟდები შიგნიდან ტვინში სხვა კაცის გაუფიქრებიათ რა სწორებს რომ ნახულობ გათხოვილი ქალები ყველაზე მეტად ეცებენ მამაკაცებს ყველაზე არ ვამბობ არ გამწარდნეთ მაგრამ კარგი თვალი მაქვს და ძალიან რენტგენი ვარ ეს მარტო მყოფი ქალები უფრო ხირსეულად იქცევიან სხვათა შორის იმიტომ რომ იციან რომ როცა უნდათ რასაც უნდათ იზავენ ყველაზე არ ვამბობ არ მიწყინან და დედა ჩემი ერთხელ მამა ჩემი დაუნახო სხვა ქალთან და როგორ მოექცე ხეს ამოეფარა რომ მამას არ დაენახა აიმე ეხა გეტყვი ქეთი ჩემი და ძალიან გავს დედას მაგბუნებით მაგრამ მე არაფერს არ ვეტყოდი მაგრამ აუცილებლად ჩავალაგებდი ჩემოთანს ვითომ არ ვიცი ქონდა ეგეთი შემთხვევა დედას ამჩები მეთქი გიას შემეუღლეს ვუთხარი წამოვედი და რატომ ხაცაში გნიდან არაიჭვიანობის გამო მომინდა ისევეც ჰანგაი ეზოში ცხოვრობდა აი ყველა ეროვნება ცხოვრობდა ქურთები
იცი ამდენი კაი სიტყვა ვიცი ქურთულად გინებები სამხურათაც ისეთი გინებები ვიცი რომ მეტი არაფერი სიყვარული მიყვარხარ ვიცი და გინება და იცი როგორი ეზო იყო რომ ღმერთმა აცხონა ჩემი მამამთილის საოცარი კაცი იყო ჩემზე შეყვარებული საოცრად მოყავდა ეს მედუდუკეები და მამამთილმა მოგიტაცა მამამთილმა მომიტაცა კი მოყევი ეს ისტორია ჩემო გოგო ციდან ჩამოფრენი იყო მიმღეროდა მამამთილმა რატო ერთი წუთი მე მგონი მამა ჩემს არ უყარები ვარ ისე როგორც რატო მოგიტაცა ბიჭი ვერ მოგიტაცებდა თუ არ გამოუვიდა მამამთილმა რატო მოგიტაცებინა ძალიან საყვარელი იყო მე მივედი სახლში და ვხედავ იცით როგორი ეზო მქონდა ხომ მოვყევი უკვე ორი კარი ქონდა ერთის ჩაკეტვა ეთყობა და ავიწყდა მაგრამ მე არ მელოდებოდა თუ ორივეს ჩაკეტავდა რომ შევედი გადასარევი ერთი ფუმფულა ჩემს უყვარდა ფუმფულა ქალები ჩემ 4 მული მყავდა ერთ-ერთმა უთხრა კაცო ამ ხელა ბიუსტები თუ მოგწონდა და ასეთი უკანალებიო ეს ჩონჩხი ქალი რატო მოიხვანეო ფუმფულა ქალი დამხვდა შევედი და როგორი სამარისებული სიჩუმეა იცი რომ დამინახეს მე თვითონ შემეცოდა 4-ვე ჩემი მეუღლე გია მისი მეგობარი და 2 ფუმფულა და ცოტა წვრილი გოგო ცოტა ხანი გავხედე გამოხედე ეს რას ასმევთ ქალებს მეთქი მეტი არაფერი არ ვთქვი წავედი და ჩუმა დამალული ჩემი კონიაკი გამოვიღე თან ფრანგული კურვაზიე ჩემი საყვარელი კონიაკია გამოვიღე და ამ გოგოებთან ერთად დავლი ეს გოგო დიდხანს ვერ იღებდნენ ხმას ვერ გაიგეს ვინ მოვიდა ანთუცოლია რატო ესეთ კარგხასიათზე რა უხარია ბოლომდე ჩემი ქმარიც ამყო ანელნელა იმიტომ რომ იცის რომ გაიხასიათი მაქვს მაგრამ ეგეთი შემთხვევა პირველი იყო გადასარ ერთ გოგოს თინა ერქვა იმ ფუმფულას აი ლამის სახლამდე გავაცილე სულ გულში მიკრა და ჩემ ქმარს მოუტრიალდა და უთხრა შენ ასეთი ცოლის ღირსი არ ხარო გულში ვფიქრობ შენ წადი და მე ვიცი უბრალოდ იმას არ დაანახა არს ქალები ძალიან მხარდამჭერი ვარ ხო ერთადერთი ბიჭი მყავს რძალი რომ ეყოლება როგორი დედამთელი იქნება აუცილებლად კარგი აუცილებლად და ყოველთვის დავიჭერ ქალის მხარეს ქალი თუ აშავებს ყოველთვის კაცის ბრალი არ არსებობს ну 99%-ში ხე 90 არ ხო ну არიან ისეთი ქალებიც მაგრამ ახლა თუ არ არის ნორმალური მე მგონი ისეთი ბიჭი მყავს განათლებული და ინტელექტუალი ძალიან კაი ტიპია და იუმორი აქვს საოცარი გურულია ან რასმენა ან რა მუსიკას წერს არა მგონია რომ ხა ცარიელი ქალები არ მოწონს თავისი უფროსი ქალები მოწონს მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შვილები ეყოლება რაც ეყოლება სულ ერთია მე ვიქნები მისი მხარდამჭერი ისე მინდოდა გოგო რძალი მაინც მყავდეს მაგრამ რძალი გოგო გეყოლება აუცილებლად იმდენად ვიძახდი რომ მე მეყოლება ყველა ბიჭი რო გავაჩინე თქო ბევრი ვერ გავაჩინე ძალიან მძიმე ფერციმობა აქვს და თან არც გაამართლა ჩემმა ცხოვრებამ და შვილიშვილებს გქონიას ბიჭები მეყოლება არ ვიცი რატო ამიტომ ძალიან მეყოლება გოგო რატო ამბობ რომ არ გაამართლა შენმა ცხოვრებამ აი შენს ბედნიერებას მომავალში ხედავ უფრო თუ ხედავ აბარო არასოდეს არ არის ცხოვრება ის აწყება გვია გითომ თან ეხარა დრო მოვიდა დაბრუნდებოდი ასაკიანი ქალები როგორი ტრენდულია ეხლა თუ ყოველთვის იყო არა ხო ძალიან არის რატო რამ გამოიწვია იმიტომ რომ ჩქარა დატრიალდა დედა მიწა და კი დრო აჩქარებულია მაგრამ ეხლა ჩემები რომ ჩემი დისთვის დედა 18 წელი უფროსი იყო და ჩემთვის დედა 31 წლის იმკურნალა და გამაჩინა კი მიზახთა რატო გავაჩინეო და რატო იმკურნალეო და რატო არ ყველაზე მეტად მე გამოვადექი მაგრამ იცი როგორი ისე ჩქარა ტრიალებს დედამიწა რომ ჩემის თაობის ხალხი რომ მოვიდიოდნენ სკოლაში იყვნენ დიდები და ჩემი შვილის მეგობრები ჩემთან არ მოდიან თუ მე არა ვარ სახლში
ანუ შენებობ რომ ისე დაიხვეწა კოსმეტოლოგია, რომ ეხლა ასაკოვანი ქალები უფრო კარგად გამოიყურებიან. კოსმეტოლოგია რა თქმა უნდა დაიხვეწა, ძალიან წინ მიდის, ხოლმე ხა თურმე რაღაცა მოუგონიათ. კბილები ამოდის. ხო, მე ძალიან მიხარია იქნებ მომისროს. ყველა კბილი მაქვს ჩემი, არა, ორი სახე ჭერმახ, მაგრამ ყველა კბილი დავფერდი უკვე ჩემი კბილებით, მამაც ესე იყო. და არც მინდა ეს გარფანჯარა არ მომწონს, რომ აქვთ ჩესმული, ყველაფერი ზომიერია საჭირო და ეხლა იმდენად ხასიათი. არ გინახავთ ეს დროს ლამაზი ხალი იყო, მაგრამ გაბოროტდა და კი არ დაბერდა, იერი შეეცვალა, სახე აქვთ რაღაც სხვანაირი და არ მინდა რა ესე რო იყვნენ ისე მენანება. ერთი ხალია, რომელიც საშინაოდ მომწონდა და სახეს შიგნით რაც გამოუვიდა გარეთ და ძალიან ცუდად გამოიყურება და მწყინს. ანუ რაღაცა ფავორიტი იყო. და შენებობ ცხოვრების გამო, პირადი ცხოვრების გამო. კი არ გავდა. კარგი ცხოვრება აქვს და მაგრამ იერი შეეცვალა, იმიტომ რომ შიგნიდან არ გზნობს ალბათ კარგად თავს. შეიძლება. მაია მომღერალმა შერიმ თქვა ესეთი რა. თუ ასაკს არ მივაქცევთ ყურადღებას, ისიც არ დაინტერესდება ჩვენითო. ჩემით ვაფშე არ ინტერესდება ასაკი. არანაირად. მე ისეთი ჭკუამხიარული ვარ. ხასიათი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემ მამამთილს კითხეს ძალიან ლამაზი რძალი მოგიყვანიაო და გამოხედა და უთხრა მე მოგიყვანე რძალი რომელიც ძალიან ადრე იღვიძებს და უკვე იცინის ჩემთვის ეს სიტყვები არის ყველაფერი კი მე მიყვარს სიცილი გავარ დედას დედა გარდაცვალების წინაც ისეთი კისკისა იყო მთელი ცხოვრება შიგნიდან შეიძლება ეგეთი არ იყო, მეც არ ამლეკეთი. რომ იცი როგორ, ვარი შენ რომ უნდა მენახე იმითაც კარგ ხასიათზე ვიყავი დღეს. რომ უნდა გავიცნო ახალი ადამიანები იმითაც, იმით რომ აი თუნდაც რაღაც ახალ ფილმზე წავიდე, ყველაფერი მიხარია. არ მახსოვს ჩვენ შევხვედროდეთ ერთმანეთს და დედა არ ახსენო. რომელიც ესეთი მოუნელებელი დედა ყველაფერი იყო ჩემთვის. კიბილია შენთვის. დედა იყო ჩემთვის ყველაფერი ჩემი შვილის დამსახურებაა რომ უკანო ზომიერია ხა გარდაცვლილა პატარა მე ჩემმა სიყვარულმა აცოცხლა 84 წლამდე თორე ძალიან არაჯამთელი ქალი იყო ძალიან 2 ინფარქტი საშვილოსნოს გარეთ ფეხმძიმობა ინსულტი 31 წლის ეს დაემართა და უცნაური დაავადებები მქონდა კიდე ერთხელ სისხლი მოსდიოდა ვერავინ ვერ გავიგეთ რა ჭირდა საიდან მოსდიოდა ლოყა გაუსკდა წარმოიდგინე კაპილარი და სქრიალით მოსდიოდა სისხლი ცხონებულმა რაგვარი იყო დამავიწყდა ონკოლოგმა გაუკერა და იცახდა რა არის ესო საოცარი პრაქტიკაში ძალიან იშვიათიაო და ვაცოცხლეთ ბოლოს რა თქმა უნდა შეეძინა დიაბეტი რამაც იმ მსხვერპლა იმიტომ რომ არ იცავდა და ბოლო წამამდე მე ჩემმა ბიჭმა არ გავაკარეთ არავინ ისე უვლიდით და ხან უმატირებ იმიტომ რომ დაეჩემ ყველაფერი იყო ჩემთვის სიცოცხლე სუბამბო აქ სიცოცხლეს მაძლევდა და იქ სიკვდილს მიმსუბუქებს საოცარი დედა მყავდა ველასთვის გადაყოლილი განსაკუთრებით კვირით ნათესავებზე დედაზე როცა ვსაუბრობ სრემლი მომდის და მაპატიეთ მესმის ხშირად დედები გაუცნობიერებლად ეხა არც ერთ დედას არ უნდა რომ მისი შვილი გამოვიდეს თქვა ეგრეთ წოდებული ტოქსიური ადამიანი ესე ვთქვათ ხო არავის არ უნდა არც ერთ დედას მაგრამ თავისეუნებურად ესე გამოსით როგორ ფიქრობ აი როგორ უნდა აღზარდოს ბიჭი ნუ ბიჭზე მაქვს ახლა აქცენტი ხა გოგო სხვა თემა ხო აი როგორ უნდა აი რა კოდები უნდა ჩადოს მშობელმა ხა შენ ბიჭის დედა ხარ და შეიძლება ეს გაქვს კიდეც გაკეთებული არ ვიცი მე შენ შულს არ ვიცნობ როგორია რა კოდი უნდა ჩადოს აი როგორ უნდა აღზარდოს რას უნდა მიაქციოს ყურადღება რომ
ეს ბიჭი მე აი უკვე ურთიერთობებში იყოს არა ტოქსიურ ურთიერთობაში, არამედ აი ჯანსაღი მამაკაცი, რასაც ქვია. და მასთან მის გვერდზე მდგომი ქალი იყოს ბედნიერი. აი როგორი უნდა იყოს მამაკაცი, აი როგორი დედის აღზრდილი უნდა იყოს. ეხლა რო ძველი ცხოვრება დააბრუნა, მე გავზრდები ჩემ შვილს, მაგრამ გაზარდა და ეჩება. მე ვიყავი 17 წელს რო გავაჩინე და პატარა სხვაობაა. მე და ნუკრი შორის, მე თვითონ ბავშვი ვიყავი. ჩემი დაჟე იცინოდა რომ კიდე ჩალოს დედა, მოდი ჩაგჯუჯგნო, მეტი არაფერი არ იცისო. ეხლა მე თვითონ გავზრდიდი და თან სამწუხაროდ ერთი შვილი მყავს და ძალიან დარდობ ამაზე. მე მგონი ცხოვრებაში არაფერს არ გამოვტოვებდი, გარდა იმისა, რომ მეყოლებოდა კიდე ერთი-ორი მაინც. ნუ ერთი მაინც კიდე. ან სანამ გოგო არ იქნებოდა იქ. გეშდები გოგოებსა და სულ ცოტა ხნის წინაც ვისაუბრეთ მე და შენ ეთერის იქით, რომ რძალი მეყოლება როგორც გოგო თქო და როგორ გავზრდიდი არ შეიძლება შვილზე ზედმეტი აი ლოგინში მიუტანის ეჭველი დედა გშია, დედა ჭყურია, დედა ეს ცოლებსაც იგივეს თხოვენ ყველა მამაკაცი განსაკუთრებით საქართველოში. იმიტომ რომ დედა ბოლომდე დედაა რა. ისე ევროპაში დამოკიდებული თუ მამაზე რომ ბიჭი გაიზარდოს დამოუკიდებელი და აი მად უკვე მისაბაძები არიან რუსებიც, ევროპელებიც რომ დამოუკიდებლობას აჩვევენ. მე მყავს მეგობარი ბიჭი, რომელიც უდედოდ გაიზარდა და კაცების ეტალონია და სულ ვამბობ მას. ანუ შენ ჭიპლარით არ ყავს მიბმული შვილზე, ხო იცი ქართველი ქალები არც ზედმეტი ყურადღება არის შვილზე. 90% ამაში ჩემმა შვილმა ცოლი რომ მოიყვანოს და რო უთხრას ერთ-ერთი ჩემი მეგობრის შვილზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ დედა სანამ არ დაიძინებს, არ დავიძინოთო არ ვიცი რას უზავს, ახლენ გავაგდებ შვილს. კარგი რა. მე არა ვარ ეგოისტი დედა. მიუხედავად რომ ერთი ბიჭის დედა ვარ, მიხედოს მის ცხოვრებას. ცალკე იყვნენ და კარგად იყვნენ, თუნდაც ჩემთან იყვნენ, რა არ არის პრობლემა. ერთადერთი არა ვარ დედამთილური, მაგრამ ვერავიტან უზრდელს. თავხეთს, მაგრამ ჩემი შვილი მგონია რომ არ მოიყვანს, იმიტომ რომ ძალიან კულტურული ადამიანია და ძალიან ადამიანია, ნუკრი, შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცები მისი არ მომწონს, მაგრამ მგონი რომ თავხეთს დაუზრდელს არ მოიყვანს, ეგეც არ ვიცი. როგორი ურთიერთობა გაქვთ უფრო დედა-შვილური თუ უფრო მეგობრული? არასდროს დედა არ დაუძახია. შენ ხარ მისთვის მაია? ბებიაზე აფრენდა. როგორც მე ვაფრენდი და ეჩემზე ისე აფრენდა ეგეც თავის ბებიაზე. მაგრამ დღეს მე გავსრჩით. გოგო რო ყოლოდა, რომელზეც ესე ხშირად საუბრობ, რომ გინდოდა. გაუზიარებდი ალბათ შენს გამოცდილებას და გოგონა ალბათ ესეთ როგორ ფიქრობ შენი გოგონა ტოქსიკურ ურთიერთობებში შევიდოდა თუ მისცემდა? ლიკა ეგ არავინ არის. ხო იცი არასდროს არ თქვა არა. საუბრობდი, მაგრამ ხვალ ისე ტოქსიკურ ურთიერთობაში წავიდე, არ ვიცი. ბევრს საუბრობდი, მაგრამ ხვალ ისე ტოქსიკურ ურთიერთობაში წავიდე, არ ვიცი. მე არ მინდა ეს რო გავაკეთო, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც იცი მაია, არიან ქალები, რომლებიც ანუ ჯანსაღი ფსიქიკის მამაკაცებს ვერ იზიდავენ. დიდხანს იყავი ნარცისთან, მე გიჭირს. აი ჯანსაღი მამაკაცი რო ხდება გეუცხოვება. არც ერთი ურთიერთობა არ ხდება თავიდანვე, იცი? მე იმის თქმა მინდა რომ თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, ჩვენშიც არის რაღაც ისეთი, რის გამოც ეს ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ანუ ბჭყალებში ვამბობ, ჩვენ ვართ ცოტათი დამნაშავეები. რა თქმა უნდა. ამაში. ყველაფერს ჩვენ ვაძლევთ მათ უფლებას, რომ ეგრე მოგვექცენ. არ უნდა მივცეთ საზღვრები. ყველაფერში საზღვრები ყოფილა თავარი, დაჟე დედაშვილობაშიც ყველგან საზღვრები ვერ აბედინებ და გიბედავენ ხდება. ამ დროს უნდა იყო ალბათ ყველგან დისტანციით და ყველასთან კარგი ურთიერთობა გექნება. მე ძალიან გახსნილი ვარ, რამაც არაფერი კარგი არ მომიტანა. მაგრამ ისევ ესეთი ხარ აგრძელებ ესეთ ყოფას, მაგრამ აი გვერდიდან
თუ მიიღებ ჩემს რა ვიცი რაღა შემთხვევაში. ეს შენი ძალიან დიდი ხე. არა არ უნდა შეიცვალო არანაირად. ეს შენი ძალიან დიდი დედა ტერეზა ხარ, რომ მეუბნებოდა ჩემი ქმარი. ყველას პრობლემაზე მე რატო არ მაძინებო? ჩემი პრობლემები რო გადავხედე. და ჩემის გარს არავის არ აინტერესებდა, დიდეთ არც ვიცი მოხვევა, მაგრამ რაღაცა ძალიან გული რომ მткиვა. არავინ არ არსებობს, ვისაც ვიტყვი. ამას ამბობს ქალი, რომელსაც ჯარი ყავს მეგობრების. მაია შემართლა ძალიან ბევრი ადამიანი გახვევია გარს. ყველაზე მაგარი კიდე მეგობრობაში რა ყოფილა, როცა კარგად ხარ და კარგ ხასიათზე, თუნდაც რაღაც 15 წუთი ბედნიერი, მხარდამჭერი რო ყავს. აი, ყველაზე დიდი მეგობარი ეს არის. შეიძლება ზუსტად შენაირად მხოლოდ დედამ გაიზიაროს, მაგრამ რო უხარია შენი კარგი, აი ეს არის შენი მეგობარი, თორე დედმამა ერთი თვის სხვაობით გარდამეცვალა და ისეთი ადამიანები მოვიდნენ ზოგი ერთ ვიცანი. ჭირის დროსაც კი კარგია მეგობარი, მაგრამ აი ასეთ შემთხვევაში ჭირის დროს აი თქვა ხარ უსამსახუროდ, მატერიალურად გიჭირს, მაგრამ ხარ ღირსეული ადამიანი არ იძახი. შენ გვერდით რო დადგება ისიც შენი მეგობარია და შენი სიხარულის დროს რო დადგება კიდე უფრო კიდე შენი მეგობარი. მე მაგ ჭირის და ხინის გაზიარებას მაგას ვეძახი და არა იმას რომ ვინმე გარდაგეცვლება და მოდიხარ იქ რომ ხალხი დაათვალიერო და შენი პრობლემები დაივიწყო. კი რა თქმა უნდა ეტიკეტია უნდა მიხვიდე ადამიანს. მე დღეს დიდად აღარ დავდივარ პანაშვიდებზე. აი რაღაცა დამამართა. იცი რა არის ეს ძალიან ცნობილი გამონათქვამია რომ აი თუ ბედნიერების დროს ვინც შენზე გვერდით არის. მე პირიქით უკვე აღარ ვჩივი ბედნიერების დროს არ მიმტრონ და არ გამიფუჭონ. და ნუ დამიდგებიან, ისეთი დრო მოვიდა, ნუ დამიდგებიან, მე თო ყველა ამყოფე ჩემზე უკეთ, ნუ დამიდგებიან, მაგრამ ნურც ხელს შემიშლიან. უკვე მაგას ვთხოვ სამყაროს რომ აი რომელი ღალატია უფრო მწარე მეგობრის თუ მამაკაცის? ორივე. ღალატია. და ტყუილი მძულს ძალიან. არაფერი განსხვავება არ არის. ტყუილიდან იწყება, ნახევარინა ბიჭიც არ არის ღალატამდე. ტყუილი არასდროს არ უნდა აპატიო. იმდენი იმედგაცრუებას რო ადამიანი მოგიტანს, გინდაც მეგობარი, ალაგებ გონია რომ ხვალ რასაც დაგპირ დააკეთებს და უცებ გადისტანცირებს. შენ მარტო აი ამ ბოლო პერიოდში იმდენმა ადამიანმა მომატყუა რომლიც შემეძლო რომ ტანკ შევარდნოდი რომ როგორ ახსვენიათ და ესეთი რა ძიმე ცხოვრება გამოიარეს და რა შიში ცხოვრება რომ ამდენს იტყუებოდნენ. არ არსებობს ტყუილი მოდის შიშისგან. სიმართლეს არ გპატიებენ და იწყებ ტყუილს. ეს ყველაფერი არის ტრაუმული ადამიანებს. მე არ მეყვარს ტყუილი. როგორ ხა? ისეთ ტყუილი მეც ვიცი. სადახარ რომ დამირეკავ და მოვდივარ და გზაში ვარ და ამ დროს ჯერ კარიერა ჩამიკეტია. ამას არ ვეძახი ტყუილს, მაგრამ შენ რომ მე პირდები რომ ხვალ, მე შენ, აქ უნდა წაგიყვანო, იქ რაღაცა და მე ამ დროს რაღაცა ჩემს საქმეს ვაკეთებ და გახარებული ვარ და მე მადისტანცირებ. რა უბედურებაა. როგორ არ სხვენიეთ. იმ დროს რა ხდება, სულ მაინტერესებს. თვითდამკვიდრებას ცდილობენ მაგ დროს თუ იმ მომენტში ჭირდებ. აი ეს ვერ ამოხსენი. ფსიქოლოგთანაც მქონდა საუბარი, მან თავისი აზრი მითხრა, მაგრამ ყავს შენი ფსიქოლოგი? დადიხარ? ძალიან კარგი ბიჭი, რომელიც ჩამოვა და უცებად გაგაცნობ, კი მყავს ძალიან მაგარი გოგო. რომელიც მინდა გადაცემაში დავპატიჟოთ, მაგრამ მას არასდროს არ ცალია და არც პოდკასტები აქვს და არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ არასდროს არ ცალია. როცა პირველად ჩემი რაღაც ცხოვრების ნაწილი მოუყევი და მითხრა გაერიდე ადამიანს და მე აღარ მინდოდა მასთან კონტაქტი, იმიტომ რომ არ მინდოდა იმ მამაკაცთან გარიდება. დღეს ყველაფერი რაც მე მან მითხრა, ყველაფერი თვალწინ მაქვს. ჩემთვის ძალიან მაგარი გოგოა ეგ. და დღეს ვთხარი შენ მართალი იყავი თუ ზოგჯერ ბრაზობ ხოლმე ფსიქოლოგებს, იმიტომ რომ ხო გინდა ხოლმე მხოლოდ ის მოისმინო, რაც შენ გინდა და თურმე ესე არ არის რა. კი, არის ესეთი პერიოდი. არაფერს აზრი არ აქვს, რაც არ უნდა გითხრან, დაპროგრამებულივით აკეთებ მაინც იმას, რაც გღუპავს. ეს არის ჩვენი მაზოხისტური. ხალებს გვიყვარს იმ მამაკაცების გადარჩენა, რომელიც დაგღუპავს. რატომღაც. მართალი ხარ?
არაფრით არ შეიძლება. მამაკაცისთვის არ უნდა იყო არც და, არც დედა, არც შვილების დედა, მამაკაცისთვის უნდა იყო ქალი. და უნდა ყავდეს პირველ ადგილას, თუ არა თუ გინდა ურთიერთობა. აი ამ შენი შენი თავი და მე ისოყოთ. კი, გამოცდილებით ძალიან სწორი დასკვნები გაქვს გამოტანილი. ხო, მაგრამ შეცდომებს მაინც ვუშვი. მაგრამ მაინც როგორ ფიქრობ? კიდე რა მაქვს ნაკლი. ძალიან დიდი. ყოველთვის ვიცი სხვისი წინ წამოწევა. აი თუნდაც ისტორიები, რომელიც Instagram-ს და Facebook-ს აქვს, დავდეფა უცილებლად შენ გაკეთებულ ვარდს, შენ გაკეთებულ რაღაც ვიდეოს, შენს რეკლამას და ჩემი თავი მოვიწყდება. მე არ მახსოვს, რომელიმე ჩემს მეგობარს პირდაპირ ვაცხადებ, რომელიმე ჩემს ნაცნობს, ახლობელს, რომ იგივე გაეკეთებინოს ჩემთვის. მე არ მწყის მათ შემოევლოთ ჩემი ცხოვრება, მაგრამ მე ამის გამო ვიშევ. წინს ფაქტია ამბობ ამაზე. ვამბობ და მინდა რომ ეს იცოდნენ. წინს, მაგრამ არ გწინს. მეც ვაკეთებ ლამაზ ფეხსაცმელს, ძალიან ლამაზ, ძალიან განსხვავებულს, მაგრამ არ მახსოვს რომ რომელიმეს გაეზიარებინოს და რომელიმეს დაედოს და იცი ალბათ სამყარო მეუბნება რომ შენ თავს არ აყენებ წინ და ესე იგი ყველაფერი გაქო და აღარ გაძლევს. არ გაქვს აი შენი პროფესიული საქმიანობის როგორ გააზიარებს მაშინ? მე ხო ვდებ სტორიში და მე ხო ვდებ ამას კედელზე და შეუძლიათ. მაინც მორიდებული ადამიანი ხარ. სულ ხვის რეკლამას ვუნდები. ხავს გონია რომ ამ რეკლამებით მე შემოსავალი მაქვს ბევრი. არა მე უპირობო სიყვარული ვიცი, რომელსაც მინდა რომ შევწყვიტო. რა არის შენი სიმდიდრე? ჩემი სიმდიდრე არის ჩემი ადამიანობა, რომელმაც ბევრი არაფერი მომიტანა, მაგრამ შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ კარგად ვიძინებ ღამე, როცა ვიცი რომ ერთი სიკეთე მაინც გავაკეთე. როცა ვიცი რომ 100 ცუდი მითხრეს და მე ერთით არ ვუპასუხე, მე კარგად ვიძინებ რომ მას არ უგავა. იქნებ შენი სიკეთე არ არის სწორად გაკეთებული სიკეთე და ამიტომ არ მოაქვს ის შედეგი რაც გინდა. ან იქნებ შედეგზე არც უნდა ვიფიქროთ, როდესაც სიკეთეს რო აკეთებ, შედეგზე არ უნდა იფიქრო, მაგრამ მე იცი რა გტკივა იმ ადამიანებისგან, იგივეს რო არ აკეთებენ კი არ გტკივა, ცუდად გიქცევიან. გტკენენ. ანუ რეზიუმე რა არის ახლა რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ჩვენ რო სიკეთე აღარ ვაკეთოთ. სისულელეში გცვლიან, მოდი თბილი სურათ ვიტყვი რა პონტში, რომელიც მალე მთავრდება, არ უნდა გაცვალო ღირსეული და შენიერთგული ადამიანი. არაფრით, ყველაფერი მთავრდება. მეგობრობა რჩება. მაია, ჩვენი ხნის ქალები ხშირად ამბობენ ესეთ ფრაზას, რომ ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან. შენ როგორ ფიქრობ, არიან თუ აღარ არიან? მე რო ამ ეპოქაში, აი ამ პერიოდში ვიყო ახლა 17 წლის, მე დავრჩებოდი გაუთხოვარე. მამაკაცი მარტო შარვალი არ არის. მამაკაცი არის ქალის პატივისცემა, ქალის მხარდაჭერა, ქალის გვერდზე ყოფნა, პირველ ჩემთვის სიყვარულზე ბევრად მეტი არის პატივისცემა. როცა ქალს პატივისცემ, მე არ ვიძახი ფინანსურს. აი, თუნდაც ელემენტარულად, რომ მანქანისკარი გაგიღონ, თუნდაც რომ სადღაც გპატიჟებენ, კარგად გესაუბრონ, რაღაც აღარ მინდა ეს ვირტუალური ყვავილები და გულები რა, აღარ მინდა რა. ერთი მწერდა ბოლო პერიოდში, რომ იმდენ ყვავილებს მიგზავნიდა, რომ მოთხრე აღარ მაქვს ამდენი ვაზა თქო რა, გაუგიჟდი, აღარ მინდა ამდენი ვირტუალური, აღარაფერი აღარ მინდა. ესეთი რამ წარმოგიდგენია, რომ დაგვატიჟონ რესტორანში საქართველოში. მამაკაცმა დაგვატიჟოს და ნახევარი შენ გადაიხადო და ნახევარი მამაკაც. ხოთეშორის შენ იცი რომ ეს თინეიჯერებში უკვე არის და ეს ნორმაა. ხო, ვიცი. ევროპა. ევროპაში არიან, ჩემი მეგობარს არაერთ ყავს ისეთი ქმარი, რომ მაგას თავის თავს არ აკადრებს პირველ რიგში. ქალი ქალია, კაცი კაცია. თუ მაგას ვიძახით საქართველოში, რომ ქალი ქალია, კაცი კაცია, გადახთაზეც უნდა იგულისხმებოდეს, რომ კაცმა ქალი უნდა დაპატიჟოს. და თუ მამაკაც არ აქვს ქალის დაპატიჟების საშუალება, სახლში უნდა იყოს. და ნუ გამოვა გარეთ. ანუ მოვუწოდებთ მამაკაცებს, რომ ისხდნენ სახლში, სანამ ფინანსურ დამოუკიდებლობას. ნუ მათქვევინებენ რა ვინ გაზარდა რა. იყვნენ რა. და ძალიან ცოტა მამაკაცაა კარგი ქალის
მოდი რა, ისევე თბილისში შებმის თავი რა, ძალიან ცოტა. რას გულისხმობ ამაში? მატერიალურსაც გულისხმობ. მატერიალურად თუ მამაკაცი არ შედგა უკვე 30 წლის, აღარ შედგება. თუ გინდა კარგი ქალი, იმ ქალს უნდა თავის მოვლაც მოვლილი, რომ მოგეწონა, კიდეც უნდა სეპატივი. რის სხვას დამიმსახურებ ახლა, ზოგიერთ დღეს იმდენად ბევრი მხარდამჭერი ყავს მამაკაცს, იმიტომ მომრავლდა ძალადობაც. მე ვარ ქალების მხარდამჭერი. მეც ვარ სოლიდარული ქალების მიმართ ყოველთვის. ყოველთვის ერთი ბიჭის დედა ვარ, ხმამაღლა ვაცხადებ და ვიქნები რძლის მხარეს. რამეს დააშავებს? მოდი წინასწარ ჩემი შვილის ბრალი იქნება. არ ვიცი ცხოვრება. იცი ხა გამიბრაზდება ამას რომ მოისმეს, მაგრამ არ მაინტერესებს. ნუ უკრი დედა შენი ბრალი იქნება თუ შენი ცოლი ცუდად მოიქცევა აუცილებლად. მაიკო, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ესეთი გულწრფელი, გულახდილი საუბარი. მე ეგეთი ვარ, ლიკ. ან გულწრფელი ვიქნები, ან სულ არ ვიქნები. და რა ვიცი, დავამშვიდობებით მაყურებელს. მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ და დაგვიტოვოთ კომენტარები.